გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით მეკობრეებზე. მეკობრეობა გასული რამდენიმე საუკუნის მანძილზე ძალიან აქტუალური თემა იყო. საზღვაო გადაადგილებებს სულ ახლდა მეკობრეთა თავდასხმის საშიშროება. ეს ყველაფერი კი ისე შორს წავიდა, რომ მეკობრეთა მთელი კულტურა ჩამოყალიბდა. დღევანდელ ვიდეოში კი მოგიყვებით ყველა დროის ყველაზე ძლიერ და გავლენიან 10 მეკობრეზე. ჰენრი ევერს მოიხსენიებენ როგორც ისტორიაში ყველაზე მდიდარი მეკობრე. მან ეს სტატუსი მოიპოვა ორი ძალიან დიდი ძვირფასეულობით დატვირთული გემის გადარჩვით. მის ხელთ ჩაგდებული ქონება იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მეკობრეობას თავი დაანება. მიუხედავად დიდი ძებნისა, სამეფო ფლოტმა ჰენრის კვალს ვერ მიაგნო. ის არის ერთ-ერთი ძალიან გამორჩეული მეკობრე იმითაც, რომ დაუსჯელი დარჩა, რაც მეკობრეების ისტორიაში ხშირი შემთხვევა ნამდვილად არ არის. საინტერესოა ისიც, რომ ჰენრის მთავარ გემს ერქვა ბრჭყვიალა. ალბათ იმიტომ, რომ მის მიერ გაძარცვული ოქროთი და ბრილიანტებით იყო მორთული მთელი გემი. ასეთი შემკული მეკობრული გემის დანახვა ნამდვილად საოცარი და შიშის მომგვრელი იქნებოდა ყველასთვის, ვინც მას თვალს შეავლებდა. ჩენ პოცაი უბრალო მეთევზის ვაჟი გახლდათ, რომელიც ტყვედ ჩაუვარდა მეკობრეებს. შემდეგ მათ რიგებს შეუერთდა. მისი მეკობრული კარიერის მანძილზე ის მეთაურობდა ჯარს, რომელიც 20,000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შედგებოდა და ასეულობით გემისგან. ეს რიცხვები ნამდვილად გამოუგნებლად შეიძლება ჟღერდეს ჩვენი მაყურებლისთვის, თუმცა ხაზი გაუსვათ, რომ ჩინეთზეა საუბარი. აქ კი რიცხვები ისტორიულად ყოველთვის დიდი იყო. ევროპელი მეკობრისთვის 300 კაციანი ჯარი იყო უდიდესი და უძლიერესი ძალა. ხშირ შემთხვევაში, ხოლო თუ ჩინეთს ავიღებთ 20,000 კაციანი არმია, რეკორდულ მაჩვენებელთან ახლოსაც კი არ არის. აი, რეკორდი რაც იყო, მაგაზე ქვემოთ მოგახსენებთ. დაუბრუნდეთ ჩენ პოცაის. ის ატერორებდა გუანგდონგის სანაპირო ზოლს. დააგროვა უზარმაზარი განძი, რომელიც დამალა პატარა გამოქვაბულში. ეს გამოქვაბული დღეს მის სახელს ატარებს. საბოლოოდ ჩინეთის მთავრობამ მოახერხა მისი დაჭერა, თუმცა გარიგება დადო მათთან და საიმპერატორო ფლოტის კაპიტანად დანიშნეს. დარჩენილი მისი ცხოვრება სხვა მეკობრეების დევნას და დაჭერას შეალია. თუმცა ის დიდება, რაც მას ჰქონდა, მეკობრეობის პერიოდში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველა დროის ყველაზე გავლენიან მეკობრეთა რიგებში შევიყვანოთ. ფრანსუა ლოლონე გახლდათ ფრანგი მეკობრე. ის გამოირჩეოდა არა მხოლოდ გემების დარჩვით, არამედ ძალიან უყვარდა და წარმატებითაც გამოსდიოდა ქალაქების დაპყრობა. თამამად შეიძლება მას უწოდოთ საუკეთესო კაპიტანი მეკობრეთა შორის მიწაზე შეტევების დროს. მან დაარბია ვენესუელას ყურეში მდებარე მარაკაიბო, ვენესუელა. მოგვიანებით კი დაახლოებით 700 მეკობრით მან აიღო პუერტო კაბელიოს პორტი. ფრანსუა ნამდვილად შიშის მომგვრელი და შემაძრწუნებელი მეკობრე გახლდათ, თუმცა ზუსტად ამ სიტყვებით შეიძლება მისი გარდაცვალების დახასიათებაც. ფრანსუა და მისი ეკიპაჟი პანამის სანაპიროზე გაიჭედნენ. ხმელეთზე საკვების ძიებაში ადგილობრივმა კაციჭამია ტომმა შეიპყრო ისინი. სწორედ აქ გვჭირდება ზემოთ ხსენებული ორი სიტყვა: შიშის მომგვრელი და შემაძრწუნებელი. ფრენსის დრეიკი. ფრენსისი გახლდათ ინგლისელი მეზღვაური და მეკობრე. ზოგადად პირველი ინგლისელი, რომელმაც იმოგზაურა დედამიწის გარშემო 1577-1580 წლებში. მას ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ესპანეთის უძლეველი არმადის დამარცხებაში. ელისაბედ I-ის მმართველობის ხანაში ინგლისი ესპანეთს ემტერებოდა. ელისაბედი თვალს ხუჭავდა იმაზე, რომ დრეიკი ესპანურ გემებს ძირავდა და ძარცვავდა, რადგან იგი ამას არაოფიციალურად აკეთებდა, ვითომდა ინგლისისგან დამოუკიდებლად. 1577 წელს დრეიკი 3 წლიან მოგზაურობა შეუდგა, რომელიც არამხოლოდ კვლევას ისახავდა მისდად, არამედ ძარცვასაც. მისი ხომალდი, ოქროს ფურირემი, ერთადერთი გემი იყო მთელი ფლოტიდან, რომელმაც მოგზაურობა დაასრულა და შინ დაბრუნდა, ხოლო დრეიკი პირველი ინგლისელი გახდა, ვინც მსოფლიოს შემოუარა. სამშობლოში დაბრუნებული დრეიკი ელისაბედ I-მა ოქროს ფურირემის გემბანზე რაინდა დაკურთხა. პიტერ ისტონი კიდევ ერთი ინგლისელი მეკობრე გახლავთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სიიდან ის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ფიგურაა. კაპიტანი ისტონი ინგლისის სამეფო ფლოტის ოფიცერი იყო, რომელიც შემდეგ მეკობრე გახდა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე ძალიან ბევრი სხვადასხვა რანგის ადამიანი ნადირობდა, ის არასდროს დამარცხებულა და მოიხსენიებენ კიდეც, როგორც დაუმარცხებელი კაპიტანი. აღზევების პიკის დროს მისი ფლოტი მოიცავდა 40 გემს და 1500-ზე მეტ კაცს. პიტერ ისტონს მეკობრული კარიერის მანძილზე რამდენიმე სენსაციური გამარჯვება აქვს. მაგალითად, 1600 წელს ნიუფაუნდლენდში სერ რიჩარდ ვიტპრუნის ფლოტის წინააღმდეგ გაიმარჯვა, რომელიც 30 გემისგან შედგებოდა. ასევე მან დაიპყრო მრავალი ეგრეთ წოდებული საპრიზო გემი, მათ შორის ცნობილი ესპანური გემი სან სებასტიანი.
ჰენრი მორგანი. კაპიტანმა მორგანმა სახელი გაითქვა კარიბის ზღვის აუზში ესპანური კოლონიების და გემების გაძარცვით. მორგანი გახდა იამაიკის ფლოტის მეთაური და წარმატებით შეარყია ესპანეთის მმართველობა ამ რეგიონში. მისი ყველაზე დიდი მიღწევა იყო ესპანეთის მიერ კონტროლირებადი ძალიან მდიდარი ქალაქის პანამის დაპყრობა, მხოლოდ 30 ხომალდით და 1200 კაცით. იგი პანამაზე შეტევის ბრალდებით დააპატიმრეს და ინგლისში დააბრუნეს, მაგრამ იმის გამო, რომ ინგლისსა და ესპანეთს შორის ბრძოლა განახლდა, მეფე ჩარლზ მეორემ მორგანი გაანთავისუფლა და იამაიკის გამგებლის მოადგილეებსაც კი დანიშნა. ამ პერიოდში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნებს შორის ძალაუფლებისთვის ჭიდილის დროს საზღვაო ბრძოლებს, რაშიც მეკობრეებს ძალიან წარმატებით იყენებდნენ. ჰენრი მორგანის ამის ერთ-ერთი წარმატებული დემონსტრაციაა. უილიამ კიდი წარმოშობით შოტლანდიიდან გახლავთ, თუმცა 5 წლის ასაკიდან ნიუ-იორკის კოლონიაში გადავიდა საცხოვრებლად. რიგითი მეზღვაურობიდან მალე დაიხვეწა ხშირი შეტაკებების საფრანგეთის ფლოტთან და მეკობრეებთან ბრძოლების გამო. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძალიან სახელმოხვეჭილი მეზღვაური გახდა. სუსტად არ არის ცნობილი თუ რატომ გახდა მეკობრე, თუმცა ერთი თეორიის მიხედვით, გემზე ამბოხის შედეგად უილიამ კიდი აირჩიეს კაპიტნად. ის არ გამოირჩეოდა სისასტიკით, ხშირად არ ესხმოდა გემებს, მაგრამ ერთ-ერთ სავაჭრო გემს, რომელსაც ის თავს დაესხა, აღმოჩნდა პრინციპულად მნიშვნელოვანი მთელი ინგლისისთვის. ამიტომ ინგლისის ფლოტმა პერსონალურად გადაწყვიტა მისი ლიკვიდაცია. როცა კიდმა გაიგო, რომ მის თავზე ნადირობა იყო გამოცხადებული, მოპარული განძის დიდი ნაწილი დამარხა კუნძულ გარდინესზე, იმის იმედით, რომ ეს განძი ინგლისთან თავის გამოსაწყიდად გამოადგებოდა. კიდის იმედები არ გამართლდა. ინგლისელები არანაირ კომპრომისს არ წავიდნენ, რაღაც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ჰქონდათ იმ გემზე, რომელსაც უილიამი დაესხა თავს. საბოლოოდ ის დაიჭირეს ბოსტონში, გაგზავნეს ინგლისში, გასასამართლებლად, სადაც სიკვდილით დასაჯეს. ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი გვამი მდინარე ტემზაზე გამოკიდეს, სხვა მეკობრეები რომ შეეშინებინათ. ბართოლომეო რობერტსი, შავი ბარტი, ბართოლომეო მეკობრეების სიაში ყოველთვის ერთ-ერთი ფავორიტია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის იყო ისტორიაში ყველაზე მრისხანე მეკობრე. ზედმეტსახელად ტყვია გაუმტარსაც ეძახოდნენ. მისი დროშის ქვეშ დაახლოებით 300 მეკობრე დაწურავდა. მის სახელთან ასოცირდება 400-ზე მეტი ხომალდის გაძარცვა, რაც აბსოლუტური რეკორდია მეკობრეებთა შორის. იგი გარდაიცვალა ბრიტანეთის კაპიტან შალონერ ოგლის წინააღმდეგ სისხლის მღველ ბრძოლაში. ეს ბრძოლა მეკობრეთა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამაოგნებელი და დასამახსოვრებელია. თავისი სიმძაფრით, შავი ბარტის სიკვდილმა ბევრი ერთგული მიმდევარი და თაყვანისმცემელი გულმოკლული დატოვა. ედვარდ ტიჩი, შავწვერა. შავწვერა შეიძლება გაძარცვული გემების რაოდენობით ან უდიდესი ფლოტით ამ სიაში ხსენებულ რამდენიმე მეკობრეს ჩამოუვარდებოდა, თუმცა ის გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე იკონური პერსონა მთელ ამ სფეროში. შეიძლება გსმენიათ კიდეც მისი გემის სახელი დედოფალი ანას რევანში, როდესაც შავწვერას დიდება პიკში იყო, მის ფლოტში შედიოდა დაახლოებით 300 მეკობრე. ისინი შიშის ზარს სცემდნენ ყველაფერს, რასაც კი მათთან შეხვედრა მოუწევდა. შავწვერას დამარცხებული ჰყავს ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის ხომალდები. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ხომალდები იმ დროის მსოფლიოში ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ და ძლიერ ძალად ითვლებოდნენ მთელ პლანეტაზე და არსებობს მეკობრე, რომელიც მათ ამარცხებს. ეს ჩვეულებრივი ამბავი ნამდვილად არ გახლავთ. ჩინშიხი, მეც ვერ წარმოვიდგენდი, თუმცა ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს ქალი, მეკობრეების დედოფალი ჩინშიხი. თუ ჩვენ შევკრებთ ყველა ქვემოთ მოხსენიებულ კაპიტნებს, მთელი თავისი ხომალდებით, თუ მეკობრეთა რაოდენობით, ეს მაინც არ იქნება საკმარისი ჩინშიხის წინააღმდეგ ბრძოლის გასაფიქრებლადაც კი. ჩინშიხს ძალაუფლების პირში ჰყავდა 1500-ზე მეტი გემი და 80,000 მეზღვაური, რაც არა მხოლოდ მეკობრეთა, არამედ მთელ მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო არმიაა. ჩინეთის მთავრობამ ჩინშიხს შესთავაზა უნივერსალური მეკობრეების ამნისტია. მშვიდობის სანაცვლოდ ამნისტიის მიხედვით მისმა მეკობრეებმა არათუ შეძლეს სიმდიდრის შენარჩუნება, არამედ მათ უმრავლესობას სამხედრო სამსახურიც მისცეს. ამ ადამიანის შესახებ ისტორიამ ბევრი წყარო შემოგვინახა. შეიძლება სხვა რომელიმე ვიდეოში ვისაუბროთ მასზე უფრო დეტალურად. ახლა კი ვფიქრობ საკმარისია. ცოტა სასაცილოდ შეიძლება მოგეჩვენოს 80,000-მა მეკობრემ რა უნდა გაძარცვოს, ისეთი რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. ნამდვილად არ ვიცი. დღეისათვის კი სულ ეს იყო. დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარის ღილაკს. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.